ეთერს თქვენ უყურებთ პოლიტიკას არჩილ გამზარდიასთან ერთად, გადაცემის მესამე ნაწილში ეროვნული ბანკი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩემს სტუმართან ერთად. გადაცემის სტუმარია გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი და გადაცემის ბოლოს რომან გოცირიძე ჩაგვერთვება პარლამენტის წევრი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგა სტუმრობისთვის. რაღაცნაირად ისეთი არის ხოლმე ეგრეთ წოდებული დეჟა ვიუ. რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა შევხვდეთ ერთსა და იმავე თემაზე, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა, რომელიც ერთი და იგივე მართვის პირობებში ჯდება. ამ ეტაპზეც რაღაცნაირად მე მიჩნდება ხოლმე აზრი, რომ ხელისუფლება კარგად ხვდება ჩვენი სამოქალაქო ცნობიერების სიმწირეს, ამიტომაც მარტივად გვიხერხებს ისეთი ზარალების მოყენებას, რომელშიც ჩვენ ამ ზარალის აზრს ვერ ვხედავთ. ნუ მაგალითად ახლა იპოთეკაში ვიცით რაღაცა ესე მიბულია თემა, რომ აი საშინელი ბანკები, მაგრამ მივდივართ ამ ბანკებში ვიღებთ ამ ცესხს, იქ რო გვიძვირდება, ნუ ისეც ვიცით, რომ ძიმე დღეში ვართ და ეს ყოველი გაძვირება თითქოს, ასე ვთქვათ, რაღაცა უკვე შეუმჩნეველი ხდება. ნუ აი ახლა გადაცემის სარეკლამო ჭრის დროსაც ვლაპარაკობდით პენსიის მომატება, რომელიც რა თქმა უნდა მიგვაჩნია როგორც გასახარი ინფორმაცია, ჩემი მწირი განათლებითაც ეკონომიკის სფეროში, ყოველ შემთხვევაში სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდე, რომ ამ მომატებას უკვე სახელმწიფო რითიც ამ მომატების ნაწილით აფუჭებს ეკონომიკაში, ეს რეალურად ამ პირობითაც 60 ლარიან ნამატში 3 იმდენი 4 იმდენი არის ზარალი, რომელსაც ასევე ჩვენ გვაკისრებს. გაგრძელებული აი ამ რაღაცა სახელმწიფო სოციალური პროგრამით, რომელიც საერთო ჯამში თითოეულ მოქალაქეს ბევრად ძვირი უჯდება. ანუ რომ იყოს უფასო, რა თქმა უნდა სიამოვნებით არიან სახელმწიფოები, რომლებსაც იმხელა დოვლათი აქვთ, რომ ხან ტრანსპორტს ხდიან უფასოს და ხან სხვა რამეს, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობები გააჩნიათ. მოდით აი აქედან დავიწყოთ, ძალიან ბევრია აღშფოთება ამ თემაზეც და აი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ კიდეც, რომ აი ეს მატება და საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები არის მაგალითი მდიდრის უფრო გამდიდრების, ღარიბის უფრო გაღარიბებისაცო მათ შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ? კონკრეტულად რეფინანსირების განაკვეთის ამ შემთხვევაში აქედან დავიწყოთ, კი. ხო, რეფინანსირების განაკვეთის მატება სერიოზული დარტყმა ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ როცა საპროცენტო განაკვეთები ზოგადად იწევა, ეს შემაფერხებელია ეკონომიკისთვის და რაც უფრო მაღალია და რაც უფრო ძვირია ფული რო იტყვიან, ხო, რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, მით უფრო ცოტა ისეთი პროექტი, რომელიც მომგებიანი იქნება, ვთქვათ, ესეც სესხი აიღო და მერე ვთქვათ, მაინც შეძლო რაღაცა პროექტის განხორციელება, ხო? ამიტომ პირდაპირ ეკონომიკის ფუნქციონირებას და ეკონომიკურ ზრდას პირდაპირ ურტყავს საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მოკარიყური რომ რა უნდა ექნა ეროვნულ ბანკს, ეხა ინფლაცია და ინფლაციას მართლაც ეროვნული ბანკები ესე იდეა როგორც ჩვენ გვისაღებენ არის რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ინფლაციის მართვა, ასე დავარქვათ. ეს ცოტა ეს არის აი ურიკას ცხენს წინ არ უნდა დააყენო, ხო, ჯერ ცხენ უნდა იყოს და შემდეგ ურიკა, ხო? ეს პრობლემა თავისთავად ინფლაციის ეროვნულ ბანკმა შექმნა დიდწილად და ეხლა თავისივე შექმნილი პრობლემის აი ამ ძალიან მძიმე მეთოდით და ზომით რომ ვითომ ცდილობს რომ გაუმკლავდეს და კიდე საკითხავია რამდენად ეფექტური იქნება მე ჩემი აჯობი მოგწონს. აქამდე ხო იყო რამდენიმე ეტაპის ზრდა იმას რა ეფექტი ქონდა. ანუ ლოგიკა ხო შეიძლება დავინახოთ, მაგალითად თუ კი ჩემი იდეა არის ინიციატივა, ვთქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთის, რეფინანსირების განაკვეთის, ასე ვთქვათ, სესხებზე დამატებითი მაჩვენებლის გაზრდა ექნება ასეთი იდეაში კარგი შედეგი, მე ვცადე. ნუ პირველად შეიძლება ნაწილადობრივ არ გაამართლა, მეორეჯერაც ვცადე. ჩვენ უკვე დაახლოებით ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 2% ნახევრით გაგვეზარდა. რეფინანსირების განაკვეთების და არ უშველის საქმე თუ თან ჩვენ 10 წლის განმავლობაში რაც ვქენით, ფაქტობრივად გავაცამტორეთ ლარი. ხო. ლარის ღირებულებას ფაქტობრივად გავანახევრეთ და ესე როცა ასუსტებ ვალუტას მეთოდით ქვეყანაში, სადაც იმპორტირებულია ბევრი რამე მოგეხსენებათ, ხო? აი ეს სიტუაციაში ხა ლარის დასუსტებას რო ინფლაცია მოყვება, ეს მაგას რაც უნდა ხა დიდი მიხვედრა, ხო? უბრალოდ რაღაცა დაყონება აქვს ხოლმე. ეხა ფაქტობრივად ინფლაციის დიდწილად ინფლაციის ეს მაჩვენებელი არის განპირობებული იმით, რომ ამას წინ უძღოდა გრძელი პერიოდები ლარის გაუფასურების. ასევე, რა თქმა უნდა, რაღაც გაუმართლებლად რბილი მონეტარული პოლიტიკა
მე რაღაც ლარიზაციის უაზრო პროგრამები. ახლა კიდევ უფრო გაართულეს აგერ სესხები დოლარში 15 მავნებლობა ეს ყველაფერს აკეთებს ფაქტობრივად ეროვნული ბანკი იმისთვის რომ გაურთულოს გაუმარტივოს გაურთულოს ადამიანებს არსებობა ფინანსურად ასე ვთქვათ ხო იმის მაგრად რომ არჩევანი გაუფართოვო სესხებლებს და გამსესხებლებს ასევე რომ რაღაცნაირად ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა იყოს რაღაც ვთქვათ თუნდაც სესხის აღების და შესაძლოა როცა ის არჩევანი ფართოვდება კონკურენცია იზრდება და ეს იწვევს სწორედ რაღაც საპროცესო განაკვეთების დაწევას ესეთი კონკურენცია ამის მაგივრად კრძალავს და კრძალავს უფრო ახალ ვთქვათ აკრძალვებით გამოდის ეროვნული ბანკი ახლა რატომაც 15 წლიანი იპოთეკური სესხების აკრძალვა გააკეთეს და ამ დროს იპოთეკური სესხები საშუალო იპოთეკური სესხები ხა ამის ყველგან არა და საერთოდ როგორც არ ვიცი თუ არ და შემისწორეთ რასაც მე ვამჩნევ რაც ჩვენთან კიდე ნაკლებად არის პირიქით რამდენიმე ათეულ წელზე ხოლმე სესხები საიმისოდ რომ მაგალითად აი მეგობრები რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ეს უფრო ვიცი დასავლეთ ევროპაში არ ვიცი ცხოვრობენ აქვთ მაგალითად შეღავათიანი სესხი მაგალითად 60 წლიანი 50-იანი 40-იანი მაჩვენებლით საიმისოდ რომ რაღაცა აიღონ ბინა იყიდონ რაღაცა ბიზნესი დაიწყონ ხო იმიტომ რომ მithumedes იპოთეკურ სესხებზე როცა ვლაპარაკობ ხო ტიპიური სცენარი ხო როგორია რომ სადღაც მუშაობ გინდა რომ ბინა გქონდეს რაღაცა მიგაჩნია რაღაც 20-30 წელი კარიერა წინა გაქვს ჯანმრთელი ახალგაზრდა ხარ თქვათ ხო და ფიქრობ რომ აიღო იპოთეკური სესხი და შემდეგ ამას მოემსახურო შენი კარიერის განმავლობაში, ხო? და მე რო პენსიაზე გავხვალ, თქვა, გადახდილი ქონდეს იპოთეკური ეს არის ტიპიური სცენარი, ხო და აქ არის 20-30 წლიანი საშუალო სიგრძე, ხო, კარიერის და შესაბამისად ეს იპოთეკური სესხი როგორც პროდუქტი, აი ამას ესადაგება. ამიტომ ბანკებსაც აწყობთ ესეთი პროდუქტი და სესხებლებსაც აწყობთ ეს. სხვა მხრივაც აი ფინანსურ და თქვათ ეკონომიკურ ფაქტორსაც რო თავი დავანებოთ. მე ერთი რამის არ მესმის ხოლმე კიდევ. თუ მე გამყიდველი, ან ბინის ქირაობაში რო დამიწესონ ვადა. მაგალითად თქვენ რო იყოთ გამქირებელი, მე მქირავებელი. დამქირავებელი და მითხრან რომ აი ახლა მე მინდა ვიქირავო 3 წლით. თქვენს გააწყობთ 3 წლით გააქირავოთ. და მეუბნებია რომ არა, მხოლოდ წელიწად ნახევრის უფლება გაქვს. ანუ ჩვენი უფლებები, მათ შორის სამხმარებლო, ამიტომ არ ელახება. რა თქმა უნდა, ილახება. და ბიზნესის უფლებაც. და ზუსტად იგივე პრინციპით შეიძლება ყველა გადაწყვეტილება ამის ესეთი შემსრულებელი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გავაკრიტიკოთ. და ჩვენი უფლებები არ ელახება იმით, რომ მაინდა-მაინც ლარში უნდა გავყიდოთ და ვიყიდოთ რაღაცები. მაგალითად ვთქვათ, აი რაღაც თან ამას არ ვაკეთებთ ხო მაინც იმ მიხედვით რომ კობაგვენტას გვეუბნება რომ ლარში იყიდეთ და გაყიდეთ მანქანა და ბინაო ხო ყველა სინამდვილეში დოლარში აზროვნებს ხო როცა ბინას ყიდულობ ხო ჩვენ იძულებით კონვერტაციის რეჟიმში ვართ ახლა მაგალითად ჩამოყავს ავტომობილი თქვათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენ ყველაფერს ვანგარიშობთ დოლარში და მე მომენტალურად ჩამოყვანაზე არა ლაპარაკი იქ გასაგები ახლა ლარით ვერ იყიდი მაგრამ აქვე რა აქაც იგივეა სახს ვაფასებთ ჩვენ დოლარში ვაწერთ ეკვივალენტს ლარში მე იმას მეტიც მყიდველსაც გამყიდველსაც ანგარიშები აქვს დოლარში ალბათ ლარშიც მაგრამ დოლარშიც მყიდველ შეიძლება კონდეს დანაზოგი დოლარში მე იძულებული რომ გადაიყვანოს ეს ლარში გაუგზავნოს ლარები ამ გამყიდველს რომელიც მე ამ ლარებს აიღებს და ისევ გადახვდებს დოლარში ხო ანუ იძულებით კონვერტაცია ხო და რატო უნდა გინდოდეს ადამიანს ესე გაურთულო ცხოვრება და გაუძვირო და ამას გარდა გართულების გარდა ჩვენ აი ამდენ კონვერტაციაში კიდე დამატებით თანხებს ვიხდით. ჯერ ხო კომისიებია ხო ამას. კიდევ ერთი თემა რაზეც იგივე თქვა ჩვენ რაღაცა აი ამ ლარის კურსთან მიმართებაში სპეციალისტები ლაპარაკობენ არის ფულის ერთეულების დიდი რაოდენობით გამოშვება რომლითაც ხსნიან ამას. რა ლოგიკით ანუ თქვათ აი ამ შემთხვევაში მე მინდა გთხოვოთ რომ აი თქვათ მოხელის თვალითაც გითხრათ ანუ ისინი რატომ აკეთებენ ამას და როგორც სპეციალისტმა შეაფასოთ. იცით მაგ არის დიწნეხი ხოლმე ეროვნულ ბანკზე და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იმიტომ არის საჭირო იმიტომ რომ მთავრობები ჩემს სრულად უპასუხისმგებლოდ მაგრამ მთავრობებს მიაჩნიათ რომ რბილი მონეტარული პოლიტიკა არის
მომგებიანი მთავრობებისთვის. ითვლება აბსოლუტურად გამომართლებლად ისე ჩემი გადმოსახედით, მაგრამ ეკონომისტების რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელსაც მიაჩნია, რომ მოკლევადაში მით უმეტეს ფულის მასის ზრდა იწვევს ეკონომიკურ ზრდას. არ იწვევს და თუ იწვევს მოკლევადაში ის იმდენ პრობლემას გიქმნის მერე საშუალო გრძელვადაში, რომ ნამდვილად არ ღირს ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფოცხზე რო იტყვენ, ძალიან ბევრი ადგავს ფეხს და ბევრი უშვებს ამ შეცდომას, არა მარტო საქართველოს. ამიტომ რაღაცა ჩადებული კონფლიქტი არსებობს ეროვნულ ბანკს და მთავრობას შორის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეროვნული ბანკი იყოს მართლა დამოუკიდებელი და კონდეს მამაცი პოზიცია, როცა საჭიროა და არ წავიდეს რაღაც ესეთ ამისათვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტელიტისგან შექმნილი. ზუსტად ეგ არის. ზუსტად ეგ არის და რამდენი შემთხვევა ყოფილა ისე რომ ეროვნულ ბანკს მაგალითად რაღაც დოლარები გაუყიდა არჩევნების წინ იმისთვის რომ რაღაც გაემყარებინა კურსი. ბევრი შემთხვევებია, ბევრი სამხილებია იმის, რომ არათუ დამოუკიდებლად არ მოქმედებს ეროვნული ბანკი, არა პირდაპირ შეთანხმებით მოქმედებს მთავრობასთან. თავის დროზე ლარის კურსი მე კარგად მახსოვს 2012-13. მოკლედ სადამ ქადაგიძე იყო, ბრალდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ აი მისი მავნებლობით იზრდებოდა კურსი. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ის კურსი საოცნებო გახდა, ახლაც მეცნობა ხოლმე ეგრეთ წოდებული შემხსენებელი რომ ამოვარდება სოციალურ ქსელში და რო ვაპროტესტებთ 2.20 და რაღაცა 2.10 და ირონიულად რო ვუყურებ საკუთარ თავს იმ პერიოდში. ხო. მარტო ეროვნული ბანკის ბრალი არ არის გაუფასება, მთავრობას თავის წილ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ამ შემთხვევაში. დიდი ბიუჯეტის დეფიციტი და ასევე უპასუხისმგებლო ხარჯვა თქვა და დეფიციტური ხარჯვა ეს ყველაფერი ასევე ასუსტებს ლარს და შესაბამისად ინფლაციურია. ასე რომ კი არსებობს რაღაც გარე ფაქტორებიც, რომლის სრულიად უბრალოდ ეკონომიკაზე გარე ფაქტორები შედარებით ნაკლებად დამაზიანებლად, მაგრამ არა დამანგრევლად მოქმედებს და ჩვენთან დამანგრევლად. ხო, ყველაფერი შედარებადია, ხო, ხა გარე ფაქტორები მოქმედებს ამერიკაზეც და 6%-იანი ინფლაცია აქვს ამერიკაში, რაც მაღალია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, იმიტომ რომ იქაც ჩემისა და ეროვნული ბანკი, იქაური ფედერალური რეზერვი სისრულეებს აკეთებს და იქაც გაზარდეს ფულის მასა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა 6%-იანი, ჩვენთან 13-14%-იანი. და პლუს სამოქალაქო დაცულობა უფრო მეტია ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, უფრო მეტ განსხვავებებია ვიდრე მსგავსი. ინფლაციაზე გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განცხადება, რომ დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ იქნება იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ ვივარაუდეთ და ამ შემთხვევაში საინტერესო თქვენი როგორც ექსპერტის პოზიცია რას ნიშნავს ზოგადად აი ასეთი პირობითი განცხადება, იმიტომ რომ ასე შემიძლია მეც ვილაპარაკო ადამიანი რომელიც გონზე არა უბრალოდ წარსულით ვიაზროვნო, დავაკვირდე როგორ ცხოვრობდი ეს წლები და მარტივად თქვა რომ ინფლაცია როგორც წესი ამ წლებში იყო იმაზე მეტი ვიდრე ჩანდა პროგნოზებში და ეს შემიძლია მეც და მეორე, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა გამამხნევებელი ტექსტები რომ მოყვება ხოლმე, რომ ეს გაიზრდება, მაგრამ უკანაც დაიხევს რაღაც მომენტში და ახლა თუ 9%-იანიც დაიქნება და მე 2%-ით შეცდება. კონკრეტულად ის რომ გაიზრდება ინფლაცია, მე მაგ გულისხმობდა რაღაც პატარა შესაძლო. ეს შეიძლება მეტად პროგნოზირებადიც იყოს, იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად ეფექტი სუბსიდირებული კომუნალური გადასახადები ის მთავრდება და ეს თავისთავად კიდე ინფლაციური, იმიტომ რომ კალათაში დევს კომუნალური მომსახურებების და ამიტომ სუბსიდიის დამთავრება ეს შეუძლია დაითვალონ, მაგრამ ეს არ არის ძალიან დიდი ეფექტი. მე მგონი მაგაზე ლაპარაკობდი, როცა ამბობდა, რომ შეიძლება ცოტა კიდე გაიზარდოს ინფლაცია, მაგრამ თავისთავად ესეც ტრაგიკულია, ხო, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი როგორც რაღაც ვიღაც განყენებული ექსპერტი ისე გველაპარაკება ინფლაციაზე. თვითონ არ იყოს თავარი ვალდებულება მისი არ იყოს სწორედ ინფლაციის მართვა და ვითომ მისი მიზნობრივი ინფლაცია არ იყოს 3% და ვითომ მისი შექმნილი არ იყოს დიდწილად სწორედ ეს ინფლაციის პრობლემა. ეკონომიკის ზრდაზე გამოხლა პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მაჩვენებლებზე
ზოგადად რიცხვი მე დარგში ვერ ვერკვევ, მაგრამ ვერკვევ რიცხვით манипуლირების ხელოვნებაში. ხო და ამიტომ ვიცი ხოლმე ის სხვადასხვა პარადოქსია, რომ მოაქვთ ხოლმე რაღაც საერთაშორისო ინდექსები და იქ მართლაც დინამიკა დაწინაურების მაჩვენებლები რომ მაღალია, მაგრამ იმის იქით რომ ძალიან ბევრი მაჩვენებელია და იმაზე რომ ხმას არიღებენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვა რომ რაღაცა რეგიონში ხო საუკეთესოები ვართ და ნუ დასავლეთ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ხომ რაღაცა შურის თვალით გვიყურებენ და ამ შემთხვევაში როგორია მოცემულობა ჩვენთან და ნუ რას ქვია შემთხვევით თუ კი ეკონომიკას აძლიერებ და დოვლათი არ გადადის მოქალაქეებზე. აი ამას რა შეიძლება უწოდოთ? ხო, ჯერ ისეთი ეკონომიკის დასაცავად შეეხება, რომ თქვენ სწორად ბრძანეთ, ეკონომიკის და ყოველთვის ეძრება ხოლმე წინა პერიოდს და იმას არ ამბობს პრემიერი, რომ შარშანდელი 12-იანი ვარდნა იყო. ხო, 7%-იანი ვარდნა იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა იყო სინამდვილეში რეგიონში. მაშინ რატო არ ვადარებდით თავს რეგიონს და მსოფლიოს, ხო, როცა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ვარდნა გქონდა. ხო, ამიტომ ეს არის უბრალოდ არითმეტიკული ეფექტი, განსაკუთრებით სამარცხვინო იყო, როცა რა ვიცი, ვიღაც მინისტრები და ვიღაცები გამოდიოდნენ და თვე-თვეზე გვეუბნებოდნენ, რომ აი 35%-იანი ზრდა გვაქვს, რაღაც მაისთან და რაღაც ეგეთი, ხო, ეს ხო სუფთა რიცხვით манипуляცია, ხო, როგორ შეიძლება კონტექსტი ესე ამოგლიჯო. მასე თუ ეს შევხედავთ, კი ბატონო, მაისში რაღაც მაღალი ციფრები იყო, მერე ივნისში ნაკლები, ივლისში ნაკლები და ასე შემდეგ და ეხა ბოლოს, მაშინ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. ეხა რო ამბობენ, რომ აი ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ხო ფაქტურად ამბობენ, ეს არის არითმეტიკული ეფექტის შედეგი შარშანდელთან შედარებით, თორე მაშინ თუ შევხედავთ ოქტომბერთან, მე მგონი ბოლო ოქტომბერი გაზომეს, ხო, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. ისიც თან იმის გამო, რომ შარშანდელი ოქტომბერი საკმაოდ შეზღუდული ოქტომბერი იყო. ასე რომ აი ესეთ მონაცემებზე მე რაღაც შორს მიმავალი და რაღაც ხმამაღალი დასკვნების გაკეთება და რაღაც ეს უბრალოდ უსინდისობაა. კარგი, თქვათ, მივყვეთ ამ ლოგიკას, რომ რაღაცა საოცარ ეკონომიკას ქმნის ხელისუფლება და შემდეგ დოვლათიც იქმნება. შემთხვევას, როდესაც დოვლათი იქმნება, თუ ამ ლოგიკას ავყვებით, ასე გამოდის, ხო? ხო. თუ დოვლათი იქმნება და ეს არ გადადის მოქალაქეებზე, არამედ გადადის ელიტებზე, რა ქვია ამ მოცემულობას? შეიძლება გეთ რაღაცა, მაგრამ დოვლათი თუ იქმნება რაღაც პერიოდის განმავლობაში, შეიძლება მეტნაკლებად არა სამართლიანად მე და თქვენ რო ჩავთვალოთ, არა სამართლიანად განაწილდეს, მაგრამ უკეთესი, ასე ვთქვათ, ალტერნატივა არსებობს ეკონომიკური ზრდისა. პრობლემა სხვა რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან მოკლე ვადაში არ უნდა შეხედო, იმიტომ რომ ბუნებრივი სტატისტიკაა, ხო, რაღაცა მერყეობა აქვს სტატისტიკას. უნდა შევხედოთ მაშინ ქართული ოცნების ეკონომიკურ შედეგს იმ ხნის განმავლობაში, რაც ძალაუფლებაშია ქართული ოცნება. 13 წლიდან დღემდე თუ შევხედავთ, ფაქტობრივად ეკონომიკური ზრდა თითქმის არ აგვაქვს. რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალო გვაქვს რაღაც 2-3% თუ რაღაც, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთვის არ არის საკმარისი და თუ შევხედავთ, აი როგორც ვადარებთ ხოლმე ქვეყნებს ერთ სულ მოსახლეზე ჩლენში და პროდუქტი პერ კაპიტას რო ეძახიან, ხო, დოლარში გამოხატული ნომინალი. მაგით ფაქტობრივად $4,000 იყო 13 წელს და $4,000 დღესაც. აი ესე თუ შევხედავთ, ფაქტობრივად არ გამძრეულ ვართ 9 წლის განმავლობაში. ამაზე კატასტროფული შედეგი არ დაუდია არც ერთ მთავრობას. შევარდნაძის დროსაც იყო, და ახლა არ ვლაპარაკობ გამსახურდიას დროს, სამოქალაქო ომი იყო და ეხლა მას ვერ შევედრებით, ხო? და ეხლა კი რაღაცა რეალური ეკონომიკის და რაღაც 2-3%-იანი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს, აი როგორ ვედრებით სოფლიოს სხვა ქვეყნებს, ხო? იმიტომ რომ წეგან ვლაპარაკობდით ხო შესაძლოა რომ აი ხო აი მიმართულებას ხედავთ სადღაც მივდივართ ვიღაცას ვეწევით ჩვენ ხო გვინდა რომ რაღაცა ეგ არის ხო თორე ეხლა რაღაც თვალსაზრისით შუა საუკუნეებთან შედარებით $4,000 ერთ სულ მოსახლეობას ფანტასტიკური შემოსავალია ხო მაგრამ ის ხო არ არის ჩვენი ეტალონი და საზომი არა ჩვენ გვინდა რომ რა ვიცი რაღაც რეალისტურად გასაგებია შვეიცარიის და ნორვეგიის დიდხანს ვერ დავეწევით მაგრამ რავი, თურქეთი, უნგრეთი, რუმინეთი, არა, იმიტომ მოძრაობაა, ხო, მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა, იმიტომ რომ ეს პერსპექტივას ქმნის, იმიტომ რომ უპერსპექტივაა ყველაზე უფრო კატასტროფა და ტრაგიკული და ეს განაპირობებს იმას, რომ მე ფაქტობრივად ყველაზე უფრო უნარიანი ადამიანები ამ ქვეყნიდან იმაზე ფიქრობენ, რომ როგორ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგა. საინტერესო ანალიზისათვის. გიგა ბედინეიშვილი იყო ჩემი სტუმარი და ახლა რომან გოცირიძე ჩაგვერთვება.